მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნინია. დღეს შემოვედი ასეთი თემით. ამ წუთას, ამ წამს რა ხდება თქვენი მამაკაცის ცხოვრებაში. დავიწყოთ აბა. ჩაიფიქრეთ თქვენი მამაკაცი. რა ენერგიებში იმყოფება? მოკლედ ჩემო კარგებო, მენტალური პლანი არის დაკეტილი, თავი აქვს დაკეტილი, უყურეთ რა დღეშია. ასევე შეიძლება არის ზოგვარიანში, მოდი ჯერ ესე ავხსნით, ცოლიანი პიროვნება და სახლიდან აქვს რაღაცა ზეწოლა. ძალიან დიდი განხეთქილება იყო მათ ცოლქმრობაში, ჩარევა იყო, გენაცვალე, უკან აი ეს დემონი უკან ხედავთ ხო, დემონს, აი აქ და ვინც ესე იგი პორჩა გააკეთა რა, მაგიური ზემოქმედება მოახდინა, მიდის მის თავზე კონტროლი, მის ტვინზე. იცით რა არის, გამოსვლა უნდა ამ მდგომარეობიდან, მაგრამ ვერ გამოდის. ასევე თქვენთან დაკავშირებით, ნახეთ როგორია, არასწორი დეზინფორმაცია აქვს მისული, თქვენთან დაკავშირებით, ნახეთ, აი თქვენთან კარგად გრძნობდა თავს, მიხვდით? ჯანმრთელი ურთიერთობა ჰქონდა, თითქოს აი მარტო მეორე ნახევარები კი არა, იყავით ასევე ერთი სულის ადამიანები, აი ნათესავ სულებს რო ეძახიან და თქვენთან დაკავშირებით ხო, ეს ვიღაცას არ მოეწონა და აი ეს შუქი ხო, სიბნელი შუქად გადააქციეს, სპეციალურად იყო ჩარევა, ჩემო კარგებო და ეხლა იმყოფება ძალიან ნეგატიურ ენერგეტიკულ ველში თქვენი პარტნიორი, მამაკაცი. არის შანსები, აქ არ გამოვრიცხავრო, თქვენ გაუკეთეთ, კი ნამდვილად გაუკეთეთ ბევრ ვარიანტმა, გამოლოცვები გაუკეთეთ, ნახეთ აქ აი თეთრი შუქი მაინც მოდის, აღწევს სანთლებიც ხო, მაგრამ აქ სერიოზული კონტროლია, მინდა გითხრათ, აქ წრიული კონტროლია გაკეთებული. ეს მამაკაცი შეიძლება აქ მუნდირივით აცვია, შეიძლება ადვოკატი იყოს, შეიძლება საბუთებთან აქ შეხება, შეიძლება ლექტორი იყოს, ორატორი, ანუ წამყვანი პიროვნება არ გამოვრიცხავ. ასევე არის ზეწოლა, არეგონა, იცით, არეგონა სამსახურთან დაკავშირებით ვიძახი, ვისაც ეს სიტუაცია აქვს, არეგონა რომ ან საბუთებთან დაკავშირებით რომ ასე გაგრძელდებოდა და გაუჭირდებოდა, მიხვდით? აი შველას ითხოვს, შველას და თქვენი ასე ვთქვათ, ცოტა ეშინია კიდეც იცით, შეაშინეს თქვენთან დამოკიდებულებაში რომ აი ნამდვილად არ მოეწონათ, არა, მესამე პირი არის ჩარეული და ვისაც ეს სიტუაცია გაქვთ, მე უფრო სისხლით ნათესავი მომდის, არ გამოვრიცხავ დედასაც, არც დეიდას არ გამოვრიცხავ, მიხვდით? ქალის მხრიდან მომდის. სერიოზული ზეწოლა აქვს, სერიოზული. იცით რა არის, ხელებით მუშაობს, ტვინით მუშაობს, შეიძლება ხელებით წერს, ასევე მგზავრობა უწევს ქალაქიდან ქალაქში, შეიძლება ქვეყნებიდან ქვეყნებშიც არ გამოვრიცხავ, მეგობრებო. და თქვენთან ამ წუთას ეხლა რას ფიქრობს და იცით რა არის, იხსენებს ხოლმე იმ სიტუაციებს, რომ რა კარგად იყო თქვენთან, ნახეთ, ჯანმრთელი ურთიერთობა ჰქონდა, კარგი ინტიმური ურთიერთობა ჰქონდათ. ლამაზი ხართ, სხეულიც კარგი გაქვთ, მოწონ ხართ, მიხვდით? პატივისცემა იყო, დაფასება იყო თქვენ შორის და ეს ძალიან არ მოეწონა, არა, ვისაც ესე იგი ცოლქმრული ურთიერთობა არა გაქვთ და ისე იყავით ერთად ხო, მეგობრულ სიტუაციაში, მაინც ჩარევა, აქ კიდე ხალი და კაციც მიფიქსირდება, უკვე ჩემო კარგებო. იცით რა არის, უკან ღია აქვს, ნახეთ, ღია აქვს ეს მსხივებიც, ეს ვისაც მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა
გქონდათ და გაქვთ აი ეს ტუნელივით არის უკან მაგრამ ისი აქვს თავი დახშული ჩაკეტილი ამ პორჩასგან ჯადოებისგან რომ ვერ ხედავს უკან გასასვლელს ან ხედავს და ჯერ თვითონაც ვერ ბედავს რომ გადმოდგას ნაბიჯი იმიტომ რომ შიში აქვს თქვენი შიში აქვს კი იცით რა არის აქ ეჭვიანობაც იყო აქ ტოქსიკური ურთიერთობაც მიფიქსირდება თქვენ შორის კი მესამე პირების მიმართ შეიძლება იყო კიდეც თქვენი მხრიდან რაღაცა სხვა სიტუაცია სხვა მამაკაცთან ურთიერთობა და აი ეს ძალიან არ მოეწონა აქ ახლა იცით როგორ ურთიერთობასაც ვხედავ კიდე არის ღრმა ურთიერთობა ვალდებულებებით და არის ღრმა ურთიერთობა მაგრამ არანაირი ვალდებულებები მე მეუბნებიან რომ ეს პიროვნება ზოგვარიანს აი გადაათამაშეთ თქვენ თავზე ეს მამაკაცი ძალიანაც არ იხარჯებოდა თქვენზე აი როგორ იცით ახლა ვერ ვხედავ მე აქ ბევრს აჩუქრებს და რაღაცა აი ისე ბევრს ზედაპირული ურთიერთობა გქონდათ მაგრამ მაინც კარგად გრძნობდით თავს იცით ერთმანეთთან და არის მონატრება მამაკაცის მხრიდან არის რამდენი გვასაუბრა ხედავთ აქ რეები ხდება აბა ერთი წუთი ახლა მე ავიღო კი აი წარსულიდან ნახეთ როგორ წინწკლებია დაწყვეტილი ურთიერთობა გაწყვეტილი აქ უკვე იყო დიდი ხნის დაწყებული წრიდან გამოდიოდით მე ისევ წრეში შედიოდით აქ იყო ჩარევა ნამდვილად 1 2 3 4 წლები იცნობთ ბევრ ვარიანტში ერთმანეთს იცით ახალგაზრდობიდან იცნობთ მინდა გითხრათ და ზოგს კიდე 4-5 წელი ზოგს თვე უფიქსირდება აი ეს განშორებაც იცით აქ არის სპეციალური ჩარევა განხეთქილება ფოტოებზე არის გენაცვალე ნამუშევარი კი აი შუბლი თავი აქაც მიფიქსირდება აქ იყო მერე დაშორების იცით როგორ აქ მეუნებიან რომ ზოგ ვარიანტში უცებ გაქრა გაიყინა სიტუაცია და უყურეთ მისტირის აი მოსტირის თქვენს ნაკვალებს უყურეთ მამაკაცი რას ფიქრობს ამ წუთას მოსტირის თქვენს ნაკვალებს თქვენთან უნდა ურთიერთობა მაგრამ ვერ მოდის იმიტომ რომ შიში აქვს აი ეს ღრუბლებია ეს ტუმან არ უშვებს თავი რომ დაფარული აქვს არ უშვებს მიხვდით აქ არის კარგად ნამუშევარი და აქ ჩანს რომ იყო მერე განშორების მერეც იყო რაღაცა ტელეფონით კავშირი იშვიათად მაგრამ მაინც იყო ბოლოს რაღაცა ტყუილით შენიშნეთ ტელეფონიდან ამ თქვენი პარტნიორიდან ყოფილი ან ეხლანდელი პარტნიორიდან და როგორ იცით აი შენიშნეთ რომ იტყუება მამაკაცი არის სამსახურზე გადართული ძირითადად ამ ეტაპზე არის მამაკაცი სამსახურზე გადართული რაც ეგონა ის არ გამოუვიდა მაგრამ ეხლა ვერ მიატოვებს ისეთ სიტუაციაშია სამ დროში შეიძლება გამოჩნდეს რაღაცა ნაკვალევი წინ წამოვიდეს К100 V100 G100 ამოვიდა J100 ამოვიდა გენაცვალე გასაგებია ნუ პირდაპირ ჩაკეტილი კლიტეები აი ჩაკეტილი დიდი კლიტეა ჩაკეტილი და ზოგს ეს კლიტე უკვე მოეხსნა ვინც ესე იგი ჩემთან უყურებთ რიტუალებს გადაეხსნა თავი მაგრამ მაინც უნდა უყუროთ რომ ეს გული შავი გულია შიგნით გული გულშია ესე იგი თქვენი ორი გული ერთმანეთზე რა აწუხებს ხო უნდა კონტაქტზე გამოსვლა უნდა მაგრამ აქ იყო ჩარევა ხვეულთმიანი ქალი ან თვითონ ძალიან გრძელთმიანი არ არის ცოტა სრული ქალია მაგრამ სიმპათიური ქალია ეს მის ქვეშ ზის ესე იგი კიდე დედა ან შინაური ადამიანი მიფიქსირდება რატომღაც ესე მომდის ესე იგი აქ არის აზერბაიჯანული რაღაცა ეს ქალი შეიძლება თეთრ ხალათს ატარებს არ ვიცი რა შემთხვევაში დამლაგებელსაც ზოგჯერ აცვია თეთრი ხალათი ზოგჯერ ექიმს გადაათამაშეთ თქვენ თავზე და როგორ არის იცით თავისთან რომ მიდის კლიენტურა ასე ვთქვათ ხო პაციენტები ხო აი იქედან არის გაკეთებული რომელიღაცა პიროვნებიდან არის გაკეთებული საჩუქრები
სასმელი, საჭმელი, ჩაკეტვა ამოყირავდა ტაროებში რო ამოყირავებული სიტუაცია, აი აქ ისია დაყირავებული. აი ეს ქალი, აი აქ არის ჩემო კარგებო. პირდაპირ ესე იგი კონტროლში ყავს ეს თავისი შვილია თუ დიშვილია ეს თქვენი მამაკაცი ხო? ოხო, ამოდის ძალიან ბევრი ადამიანები. კი, ბევრ ხალხში აქ ურთიერთობა, და ნერვიულობს, იცი, ძის, იხსენებს იმ სიტუაციებს, რომ აი როგორ კარგად იყო თქვენი სიტუაცია და როგორ კარგად მიდიოდა, მაგრამ იმ ხელა თან სამკუთხედი ქვა არის თქვენ ურთიერთობაზე და გულზე დადებული, რომ რა ვიცი. აბა ეხლა ვნახოთ ეს კიდე ამ წამს მაინტერესებს, რახანდა ესე დაფიქსირდა და აბა ვნახოთ ამ წამს თქვენი ჩაფიქრებული მამაკაცი კიდე რას ფიქრობს თქვენზე, ჩემო კარგებო, ვნახოთ აბა. ნუ 7-იანი პენტაკლი, იცით რა არის? გამოსვლა უნდა მდგომარეობიდან, მიუხედავად ამისა, რომ აქ საშინელი ზემოქმედება აქვს, ხო? გამოსვლა უნდა მდგომარეობიდან, იცით რა არის? ცდილობს, რომ ბევრჯერ უფიქრია მივატოვო ეს ურთიერთობა, გავაგრძელო ურთიერთობა, აი თვითონაც არ იცის რა გააკეთოს, მიუხედავად იმისა, წინ აი უყურეთ იხსენებს, აი ამ თქვენს უსიამოვნებებს იხსენებს, მაგრამ აშენებული ურთიერთობა აქ ნახეთ როგორი გამოჯამრთელებული, უკანაც ნახეთ როგორ ნათელი ცა, ლამაზი თეთრი ღრუბლებია უყურეთ, მაგრამ ერთი ფეხი საერთოდ არ უჩანს, იქეთ აქვს წარსულში აქ და ერთი ფეხი კიდე რომ უნდა გადმოდგას, ნახეთ როგორ ჩრდილში აქ ფეხები აქ ჩაკეტილი, დაყრდნობილია ეხლა რა, კი ურთიერთობა და ჯამრთელი ურთიერთობა ენატრებით, რა თქმა უნდა ამ წამს რას ფიქრობს, ნატრებით და აი შრომის პერჩატკებით ხელთათმანებით უკეთია ხელზე იცით აქ აქვს იდაყვებში ძალიან ხშირად იციან ჩაჯენა ჯადოების რომ ვერ გაინძრეს ან არ მოგწეროთ ან არ დაგირეკოთ მიხვდით ფეხი გადმოდგმა შერიგება ბევრჯერ უცდია ან ყოფილა ბევრ ვარიანტში შემოსვლა გამოჩენა ადამიანის მაგრამ ისევ ჩრდილით დაიფარა მიხვდით ფიქრობს გავაგრძელო თუ არ გავაგრძელო თან უნდა თან არ უნდა იცით იმიტომ რომ ძალიან აქვს თავი დაფარებული აი არეული აქვს მაგრამ მომენტებში ეხლა როცა კარგად ფიქრობს ამ წუთას რას ფიქრობს ხო წამს უნდა ურთიერთობის გაგრძელება უნდა დარეკვა უნდა მოვიდეს ენატრებით უნდათ რომ გააგრძელოს თქვენი ურთიერთობა იცით რა არის მაგრამ კიდე გეუბნებით რომ აი ეს ზედა ტარო კარტი ტარო ხო შიშს იწვევს აბა კიდე გავაგრძელ აქ რა ხდება ახლანდელში ამასთან დაკავშირებით 7-იანი პენტაკლი იცით რა არის ეხა რას ფიქრობს თქვენზე ფიქრობს რომ აი აქ ზურგით ზიხართ იცით ვინმე ხომ არ აკავთ ვინმეს ხომ არ ელაპარაკებით რომ შემოვიდეს ურთიერთობაში ვაი და მარტო არ ახართ იქნებ არ ელოდებით მიხვდით იქნებ არ ელოდებით და ფუჭა და ეს თავისი იმედები წამოწყებული ურთიერთობა 7-იანი პენტაკლით წყალში არ ჩაუვარდეს მიხვდით იქნებ თქვენ აღარ ფიქრობთ მასზე როგორც თვითონ ფიქრობს და ამ წუთას ენატრებით ძალიან იცით რა არის ზემოქმედება მიდის თეთრი მაგიისაც ვისაც ჩემი რიტუალებით გაქვთ გამოწევა ადამიანის მოზიდვა გაკეთებული ბევრ ვარიანტში გამოვიდა და გამოვა ურთიერთობაში იმიტომ რომ აქ ჩანს ჯერ არა ამ დღეს და ხვალ, მაგრამ იქნება ახლო მომავალში შეხვედრა იქნება, კი, ნამდვილად იქნება, შეიძლება ქალაგარეთ გასეირნებაც იყოს, ან თვითონ არის შორს, არ გამოვრიცხავ 20 რიცხვი დაიმახსოვრეთ, მეგობრებო, 20 რიცხვი. და ორიანი ციცით რა არის უნდა რომ გაანულოს სიტუაცია გაანულოს აქ რუნებითაც არის ნამუშევარი ჩაკეტვა გაქვთ რუნებით ძალიან მოდაში შემოვიდათ ახლა რუნებზე მუშაობა და არიციან ბევრმა მომხმარებელმა რომ რუნები აქეთ გთხოვს შენ პასუხს როგორც სხვა რიტუალებს უნდა შესაწირი კარგს და შავს და თეთრს ისე რუნებს უნდა შესაწირი და აი არაკეთებენ
იღებენ ამას და რუნა იმ ხელა ენერგიას გართმევს ადამიანს თუ არა გაქვს და მართლა ეს ენერგია უფლისგან ბოძებული ვერ გაუძლებ რუნებს არ შეიძლება და ისეთ კარგ სიტუაციებს წაგართმევს და დაკარგავ რომ შეიძლება შვილთანაც და ცოლთანაც და ქმართანაც მოგიწიოს ურთიერთობის და შეიძლება სახლი წაგართვან აი ესეთი დიდი მოთხოვნები ახასიათებს რუნებს აქ ნიჩაბი ამოვიდა იცით ფიქრობს რომ ესე იგი უყურეთ აქაც დაყრდნობილი ხო არის 7-იანი პენტაკლი უყურეთ ჯოხზეა ხო ჯანმრთელი ურთიერთობა ისევ უნდა რომ წამოვიდეს კონტაქტზე აქაც იგივე ამოვიდა აი 6-იანი ეს გაურკვევლობიდან უნდა გამოსვლა კიდე 2-იანი 20 და 2-იანი დაფიქსირდა კიდე ცალკე მეგობრებო კარგით აბა რა ხდება ახლა მის ცხოვრებაში ვნახოთ პარალელურად ახლა რა ხდება მის ცხოვრებაში თქვენი ჩაფიქრებული მამაკაციდან ну 7-იანი 7-იანზე 7-იანი პენტაკლი და 7-იანი თასები. იცით რა არის შრომობს, ხო გითხარით არა? აქ ბევრ ვარიანტში ხალხთან აქ შრომა და შეიძლება თავზე ისიც ადვოკატის ან მოსამართლის ან პარლამენტშია ესეთი სიტუაცია ამოვიდა მუნდირიც როგორი აცვია ან ბიზნესმენია ბევრ ხალხთან აქ ურთიერთობა ტვინით შრომობს, უნდა რომ თასებია ეს რაც არის ზოგში უყურეთ მიღწევებია და ზოგში ეს ილუზიებია, იცით? ილუზიებში იმყოფება ამ წუთას მისი ცხოვრება რა ეტაპზეა? ილუზიებშია. ესე იგი, ესენი მივაღწიეო ახლა, აი ესენი დამრჩა რაც ესე იგი თასებში არ არის სასიამოვნო რაღაცები ჩადებული ხო? აი იმასაც უნდა მივაღწიო, მაგრამ მთელი ეს ყველაფერი მისი ცხოვრება არის ილუზიები. შეიძლება კრედიტებსაც იხდის, შეიძლება ხალხსაც ეხმარება, ხალხი მასზეა დამოკიდებული, განაჩენი, აი ეს რაღაცა მომდის, აი ეს რაღაცა თავისი გადაწყვეტილებები, ნახეთ თავისი შემძლეობა, თავის ხელშია ყველაფერი, მაგრამ იცით რა არის 7-იანი 7-იანზე აქ სულიერებასაც მიჩვენებს და ცოტა არ იყოს მამაკაცი შეიძლება სმა შეიძლება წრუპავს კიდეც ასე ვთქვათ სასმელს არ გამოვრიცხავ კი არ გამოვრიცხავ ესე იგი შეიძლება ისეთი სამსახური აქვს რომ მაქსიმალურად кейფი უწევს უნდა არ უნდა ხალხთან უწევს кейფი მიხვდით იცით რა არის წარსულს იხსენებს ძალიან აი თქვენთან ურთიერთობაში დამოკიდებულებაში როგორი ლამაზი ფისო ყავდით როგორი პეპლები მუცელში გქონდათ აი აქ რომ ესე იგი ერთად გასვლები გქონდათ ერთად ცხოვრობდით ბევრ ვარიანტში ბევრ პროცენტში აი აქ ფულები, აი აქ სახლი, ფული, მოკლედ დავაგროვეო და აი როგორ არის იცით, აი კიდე უნდა რომ აი მიღწევები, ну თავის განცხრომაშია ადამიანი, იცით, თავის განცხრომაშია და აქ უკვე თავის თავზეა დამოკიდებული, გადმოდგავს თუ არა ნაბიჯს. აი ეს ხდება ახლა მის ცხოვრებაში, მიხვდით? თავისთვის არის პიროვნება დაკავებული, მინდა გითხრათ, თავისთვის. აბა ახლა ახლო მომავალში აქ რა ხდება ამასთან დაკავშირებით? კი, აი გახსნილია უყურეთ, ახლა არის გახსნილი. მიუხედავად ამისა, წარსულში რამხელა ჩაკეტოა, ხო, გაკეთებული და ეს კიდე მოქმედებს, ეს პრივაროტი არის და ეს ბოქლომიკი გაიხსნა, მაგრამ გამოსაწევია კარგად ადამიანი, აქ ინდივიდუალური დახმარებაც დაგჭირდებათ, თუნდაც ჩემი. ხო, აი აქაც აი კაზიონი დომ ბაშნია, ესე იგი მარტოა ადამიანი თავისთვის არის შრომობს, იმიტომ რომ კრედიტები აქვს გასასტუმრებელი, შეიძლება სახლზე, შეიძლება მანქანაზე, შეიძლება კიდე აგარაკზე, შეიძლება სხვა ქვეყანაშია და არ ვიცი, ია დაფიქსირდა, ლია დაფიქსირდა, ჩემო კარგებო, 5-იანი 5 დრო დაფიქსირდა, აქ ქვეყნებში გადასვლა, გადმოსვლა, მიხვდით ესეთი სიტუაციებია. რა ხდება ახლა კიდე მის ცხოვრებაში? ბაია, ვინ არის ბაია და რაღაცას გაიკვირვებს, აბა და ეუბნება ვიღაცას, აბა როგორ გინდათ? აი ესეა, აბა როგორ გინდათ? ესე იგი ოჯახში აქვს აი ეს რაღაცა, ვიღაცას ოჯახის წევრებთან აქვს, იცით როგორ
აი გაურკვევლობა აქვს თუნდაც საკუთარ დედასთან, საკუთარ შვილებთანაც, ვისაც ეს ეხება, ზოგი ცოლიანია, მოდით ან წარსული ცოლი, ან ზოგს ყავს ცოლი, მაგრამ შორს ყავს და კი აქვთ ბავშვების გულისთვის ურთიერთობა, მაგრამ ამას არ ქვია ეს ურთიერთობა, რასაც ოჯახი ქვია, მიხვდით? რაღაცის გულისთვის, უფრო შვილების გულისთვის. ან ისეთი სამსახური აქვს, რომ ხალხმა არა თქვას, ან რაღაცა ხო ხვდებით, არა, ესეთი სიტუაცია ამოდის. ნუ აქაც ილუზიები, პეპლები, მაგრამ თლიანად აი ხა გარემოცვაში არის თავის თავზე დაკავებული ეს პიროვნება. გასაგებია. აბა ეხლა კიდე ერთ სამოვიღებ ტაროს. მისი ფიქრები კონკრეტულად თქვენზე. ნუ მაგ თავის ხელშია ყველაფერი რა, თავის ხელშია ყველაფერი, რო ხართ, მისი ფიქრები რა არის, ძლიერი ფიქრები აქვს თქვენზე, თავის ხელშია ყველაფერი, გადმოდგავს ნაბიჯ თუ არ გადმოდგავს, თვითონ შეუძლია, თვითონ არის თავისი საქმის ოსტატი, მოდი ესე გეტყვით რა, და თვითონაც არანაკლებად აქვს განვითარებული ინტუიცია, აქვს განვითარებული წინ დახედულობა, შექმნას შეუძლია გადააკეთოს, გადმოაკეთოს, მიხვდით, შეიძლება სიტყვაზეც თქვას, არა მე ესე არ მithქვია, აი ესეთი სიტუაცია, თქვენთან დაკავშირებით რა, ისევ თავის ხელშია, ნუ რა თქმა უნდა, აქ ისევ უყვარხართ ადამიანს და ძალიან მოგნატრით კი და ძალიან უნდა რომ გამოვიდეს თქვენთან სექსუალური მიზიდულობაც არის, გაიღვიძა სექსუალურმა მიზიდულობამ, ვინც ჩემს რიტუალებს უყურებთ, იცით, აი ნახეთ, აქ არის რამხელა ვარდებში იმყოფება, აქაც ნახეთ, უნდა დაპატიჟება თქვენი, კარგი რესტორანი ან კაფე, გასიამოვნოთ, მიხვდით, ისევ დალევა, ქეიფი, დროსტარება, ლამაზი ყვავილები, არის ინტიმური ურთიერთობაც უნდა და სიყვარულიც არის მის გულში ჩემო კარგებო, ასე რომ მის ხელშია ყველაფერი, რას ფიქრობს და ენატრებით და უნდიხართ, აი ამას ფიქრობს, ენატრებით და უნდიხართ. ხო, აქ ნახეთ ახლა რა არის. აი აქ ერთი წუთი აქ დავამთავრებ და ნუ გული გულში ეს ქალი დაფიქსირდა, გადახსნილი ფიგურა იქნებ ესე რამე ამოვიდეს კიდე. აქ დიდი ხოჭოა, დიდი ხოჭო ზის. ნუ მაგია, შავი მაგია, სხვა რა უნდა ვთქვა, დიდი ხოჭოა, მეტი ისეთი არაფერი. აქაც წარსულიდან გული, ეს არის თავისი ფიზიონომია, მოდი ესე ვთქვათ, აი უყურეთ როგორ არის წრეში ტრიალებს გასვლები აქვს, რაღაცა საზღვრის გზები, წასვლა, მოსვლა თქვენთან დაკავშირებითაც, მიხვდით, აი ესეთი სიტუაციები, მაგრამ ბევრ ვარიანტში იქ აღარ სიამოვნებს, ვისთანაც არის მესამე პირები, გოგოებო, ბევრ ვარიანტში იქ აღარ სიამოვნებს, მიხვდა რომ მ-ასო ამოვიდა, მიხვდა ν-ასო ამ ნათია, მიხვდა რომ ესე იგი ვიღაცამ გააკეთა რაღაცა ეს მაგიური ზეგავლენა, მიხვდა, იმიტომ რომ თვითონაც დადის ან გამოლოცვებზე, ან აი ესე ტაროს აშლევინებს არ გამოვრიცხავ, დაინტერესებულია თვითონაც, შეიძლება თქვენ გაგიკვირდეთ, მაგრამ დაინტერესებულია, მიხვდით რომ რა ხდება მის თავს, აქ ჩანს რომ ესე იგი სულიერ პიროვნებებთან ან მღვდელთანაც ან აი ესე ჯადოებს რო ხსნიან, აი ესეთი ლოცვებზე დადის, არ გამოვრიცხავ, კი, ცოტა ამან უშველა, მაგრამ სერიოზული გამოწევა უნდა თქვენთან. იცით რა არის, ულვაშიანი პიროვნება ამოვიდა, ძალიან ლამაზი პიროვნება დამიფიქსირდა, ხან ატარებს ულვაშ ბლანჟეს რო იძახიან, ხან არ ატარებს, ხშირად მზის სათვალებს
მიტარებს, ჩემო კარგებო, ზ-ასო, ბ-ასო, კლასო დაფიქსირდა, ს-ასო, სო კიდე დაფიქსირდა. აიცით რა არის? აი ამოვიდა კალისო ეს ამოვიდა, რა ქვია, ბედის ბორბალი. თავისი ბედის ბორბალი, ესე იგი, სულ მოძრაობაშია, გზებზე მიდის, მაგრამ შეხვედრა უნდა, ძალიან უნდა თქვენთან შეხვედრა, იცით, ლამობს, აი ამ ბოლო ხანს ძალიან ენატრებით, ძალიან ენატრებით. მინდა გითხრათ, ვინც ჩემს მაგიურ ჩართვებს უყურებთ მამაკაცზე, მოქმედებს, აი გაზაფხული, ყვავილები, ხანგრძლივი ბედნიერება უნდა, ეს ფიქრობს, აი ამ წამს და ამ წუთას ფიქრობს გოგოებო და ძალიან მიხარია. აი აქ ეს ბოთლი გამოდის, აი ყურეთ, აქ იყო სომხური მაგია, ესე იგი სურვილი რო არ აუსრულდეს, მაგაზეც იყო გაკეთებული და ეხლა გამოწევ მაგი ჩემი რიტუალებიდან განთავისუფლდა, აქედან განთავისუფლდა, მაგრამ თავზე მაინც ადევს ეს დაბეტონება აქვს, იცით, ბეტონები ადევს, აი ეს ბლოკები ადევს თავზე, თავი მენტალი, აქაც დაფიქსირდა, აი პირველი ტარო გამეორდა, აქაც უყურეთ. გასაგებია, აქ არის იეროგლიფები, აქ არის ლათინური ციფრები ამოსული, რაღაცებს აღნიშნავს, რაღაცები, აი ესე უნდა მონიშნოს, ანუ წერს და სასწორი, აქაც შეიძლება ხალხი ისეთი საქმეს აკეთებს, რომ ან ხალხზეა დამოკიდებული, ან ხალხია მასზე დამოკიდებული, რაღაცა საბუთებს აგვარებს, აქ დიდ ფულზეა საუბარი, შიში აქ თანხებთან დაკავშირებით, მაგრამ თითქოს შემოდის, მაგრამ გასავალიც ბევრი აქვს და ამაზე ნერვიულობს ძალიან, იცით? რა არის მის ცხოვრებაში? აი ეს არის მის ცხოვრებაში ეხლა. ხო, თქვენთან დამოკიდებულებაში რას ფიქრობს? ნასო ამოვიდა, ნინო, ნატო ამოვიდა, ნათი ამოვიდა. ახალი ამბებს გაიგებთ, ნახეთ როგორი ჯანმრთელი ხეა, ბევრი ხეები, ლამაზი ჩიტიზის ტოტი უყურეთ, ტოტზე ჩიტიზის, კარგი სწრაფი ახალი ამბები მოგივათ, გამოდის კონტაქტზე. იცით რა არის? მიწერეთ თქვენც, არ იქნება ურიგო, გეტყოდით, არ იქნება ურიგო. აი რამხელა გასაღები იხსნება, ნასო გასაღები იხსნება, გზა იხსნება, ეს კლიტეები ჩაკეტილი გაიხსნა და ახალი ამბებით მოდის. მოდით აბა ეხლა ვნახოთ კიდე საბოლოო მისი ნაბიჯი, თქვენთან არ ვაპირებდი, მაგრამ ბარემ ცოტა გამიგრძელდა, მაგრამ არაუშავს. ხუთიანი ხმლები, მისი ნაბიჯი რა არის საბოლოო და აი ეს ბზიკები თავში რაც აქვს, ხო? ფიქრობს, რომ ესე იგი ყველას თავისი ტარაკანები აქვს, ხო, თავში ეს უსიამოვნება, ეს რაც ხელს გიშლიდათ, ხო? გაურკვევლობა, აი ეს წაჩხუბებები, აი ეს ყველაფერი არასასიამოვნო სიტუაციები, ფიქრები, რას ფიქრობს და უნდა რომ აი ეს აღარ იყოს თქვენ შორის და გოგოებო, თუ მოზიდვას აკეთებთ, მოდით ისეთი მიიღეთ, რომ აღარ გაუხსენოთ ეს ბზიკები, აღარ მოახვიოთ თავზე. აი ამას გირჩევთ, ჩემო კარგებო. თქვენთან იყო ნინია, რომელსაც ძალიან უყვარხართ და დროებით მოიწონეთ არხი, გამოიწერეთ არხი. ნახვამდის.